Განვაგრძობ დაპირებული თემით, რომელიც დაგიანონსეთ გადაცემის დასაწყისშივე, რა პრობლემებს იწვევს კისრის მალების დარღვევა. კისრის ტკივილი 21 საუკუნეში ალბათ ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ჩივილი გახლავთ, რომლითაც ძალიან ბევრი ადამიანი იტანჯება. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს როგორც მარტივი, ასევე სერიოზული მიზეზითაც კი. თუმცა ცალკე უნდა გამოვყოთ ის ფაქტიც, რომ კისრის მალების დარღვევა იწვევს ხოლმე ისეთ სიმპტომებს, რომელიც ხშირად სხვა მძიმე დაავადებებსაც ახასიათებს. დღეს ამ საინტერესო თემაზე ვისაუბრებთ და გვერდება ტრადიციული მედიცინის სპეციალისტი ჩვენი ნინო ვაშაკიძე. დილამშვიდობისა. კისრის ტკივილიო ძალიან ბევრ ადამიანს აწუხებს, ხო? ამას ალბათ ყოფითი მიზეზებიც აქვს და ასევე რა თქმა უნდა სამედიცინო, ესე ვთქვათ, წარმოშობის საკითხებიც, ხო? აი რა მიზეზებით შეიძლება ადამიანს ასტკივდეს კისერი მოდიჭერეს? პირველ რიგში ტრავმა, ოღონდ ეს ტრავმა, როდესაც ადამიანმა იცის, რომ ტრავმა ქონდა, ახსნადია, მაგრამ პაციენტი, რომელიც გეტყვის, რომ არა, ყურში კი დამაკლდა და ისა, მაგრამ მე ტრავმა კისრის არ მქონია, როგორ არ მქონია, ვიღაცა პასუხობს, გახსოვს სამჯერ გადატრიალდა შენი მანქანა, ავარიაში რომ მოყევი, გახსოვს რომ ესე დავარდი. ამას ყველაფერს ადამიანი რომ გადარჩება, ტრავმათ არ თulis. ამასობაში სხეული იმახსოვრა. იმ მომენტში არ იტკინა, დაავიწყა, გადატრიალდა, მანქანა გადარჩა. კისერმა დაიმახსოვრა, იმიტომ რომ იქ აი მალამალაზე, ასე უნდა, აი წარმოიდგინეთ, რომ ეს მალებია. აი ესე უნდა იდოს, აქ არის ბალიში, რომელიც იცავს და მოტრიალდა მაშინ. და დაიჭიმა კუნთი აქ. მე მიეჩვია ამ დაჭიმულ კუნთს. მე შეიცვალა სისხლის მიმოქცევა. მე ამან განაპირობა მეორადი ცვლილებები, აქ ინერვაცია დაირღვა. მე შეიძლება თიაქარი გაჩნდეს, მე შეიძლება რომ ამბობენ მარილები ოსტეოხონდროზი, რომელიც თავდაცვა არო ეს ასე არ მოტრიალდეს, იმიტომ რომ კუნთი იჭიმება და მე ჩნდება პრობლემები. მე ეს ყველაფერი კარგად გაქვს, მაგრამ უცბად დაგემართა ვირუსი. ამ ვირუსმა მისცა პროვოკაცია სუსტ წერტილს, კიდევ უფრო დაარღვია იქ სისხლის მიმოქცევა, კიდევ უფრო დაარღვია და მერე მოდის პრობლემა. ნინო, ძალიან მენიშნა ერთი რამ. ჩვენ ვთქვით, რომ კისრის ტკივილი შეიძლება ბევრს არ ახსოვდეს, რატომ შეიძლება ქონდეს და უშუალოდ კისერიც არ ტკივდეს და თქვენ ახსენეთ, რომ აი ყურში დამაკლდა და უცებ შეიძლება ეს კისრის ბრალიც იყოს. აი რა არა პირდაპირი სიმპტომებით შეიძლება მიხვდეს ან ეჭვია შეიტანოს ადამიანმა ძალიან ბევრი რაღაც შეიძლება ადამიანს კისერი აბსოლუტურად არ აწუხებდეს. ამ ბოლო დროს მოდის პაციენტები, რომელიც მე მგონი აი ცოტა განათლება წამოვიდა, ამიტომ ხვდება, რომ ხარი ვკივა კისრის გამო, რომ შეიძლება ხელი დაუბუშდეს, იმიტომ რომ ბევრს ქონდა ირგვლივ ეს პრობლემა, მოხდა კარგ ექიმთან, იმ კარგმა ექიმმა უთხრა, ხელი არაფერ შუაში არ არის, გაანებე ხელს თავი, კისერს მოუვარე და არაერთი შემთხვევა იყო და ამიტომ უკვე ჯერა, თორემ თავიდან მიწევდა მტკიცება, MRI-ის უკეთესია რა თქმა უნდა, როდესაც პაციენტი MRT-ს იღებს ან რენტგენს იღებს და კაი რენტგენოლოგი შიფრავს ამ ყველაფერს, იმიტომ რომ პაციენტი ხედავს, მე ეს მჭირდება იმისთვის, რომ პაციენტმა დაინახოს პირველ რიგში და მეც არ შევცდე რა თქმა უნდა. დავანახოს გარდა მე არ შევცდე, იმიტომ რომ ის კლინიკა აქვს სხვა დაავადებებსაც და ასეთი დიაგნოსტიკა, დიფერენციალური დიაგნოსტიკა არსებობს, რომ აი ეს კლინიკა, ხელის კანკალი არის პარკინსონი ჭირს, რა ღმერთმა დაგიფაროს, პარკინსონი რო გჭირს. არის რომ კისრიდან გამოწვეულია. აი ეს სიმპტომები ჩამოვთვალოთ, რაც შეიძლება იყოს კისრის მიზეზით გამოწვევა. დავიწყოთ თვალში ცვლილებები, მხედველობის დარღვევა, ყურში წვილი, თავბრუს ხვევა, უჰაერობა, შებოჭილობის შეგრძნება გულმკერდის არეში, გაგიკვირდება და ჩვენ ძალიან ახლობელ სახელს და გვარს არ დავასახელებ, წლები ეგონა რომ გულის პრობლემა აქვს, ტახიკარდია, ბრადიკარდია და არითმია. ესეც კისერი არის. შეიძლება გამოიწვიოს ხელების დაბუჟება, განსაკუთრებით აი ამ ორთითის სხვადასხვა ასევე, ხელების ტკივილი. რევმატოლოგთან მირბიან, რომ ხელები მტკივა. არაფერ შუაში არ არის. იმ რევმატოლოგმა უნდა იპოვოს ეს კისერი. უნდა დაიწყოს კვლევა კისრიდან მერე ჩამოდი აქ. ისთან უნდა წავიდეს. აი ნახეთ, თითიმ შეაწუხა. მგონია რომ სისხლძარღვების პრობლემა და რანაირად უნდა იფიქროს, რომ კისერია. ოჯახის ექიმმა უნდა დაუშვას ეს რომ შეიძლება ეს კისერი იყოს. კი ბატონო, ოჯახის ექიმი როგორც წესი ამას ხვდება. თუ კარგია ოჯახის ექიმი. სიმპტომებით ვლინდება, ხო? არა მარტო, შარდვის დარღვევა.
ყველა ტიპის შარდვის დარღვევა, მეორე კისრის მალა. ეს თან იცით რა იყო ამ პლაკატს დიდხანს ვეძებდი ჩინეთში, იმიტომ რომ იმას ამ ყველაფერს იქ გასწავლიან კონკრეტულად, რომ აქედან დაიწყეთ. მერე გადადით სხვა რაღაცებზე, გამოიკვლიეთ ჯერ ხერხემალი, ხერხემლიდან თუ არ არის, მერე ეძებე ეს კი პირველი საეჭვო დაიწყე ხერხემლით, იმიტომ რომ ყველაზე სწრაფად გამოსწორებადია. მარტივად გამოსწორებადია შედარებით. ნუ ავტომატურად მიჩნდება კითხვა, მექანიკურად დაზიანებული კისრისა, ეს არის ერთი ტელეფონი, როდესაც ტელეფონის ჭერა და ხშირ შემთხვევაში აი ეს მდგომარეობა, პოზიცია, როცა მექანიკურად ვაზიანებთ, მეორე რა შეიძლება კიდე იყოს, რომ მე იქიდან უკვე გამოვრიცხოთ? იცით რა არის, ძალიან ხშირი არის სამშობიარო ტრავმები, მაგრამ ეს არ არის ის ტრავმა, როდესაც ბავშვი არის დამძიმებული. მე ჩემი ტერმინია აქნეული კისერი. მე თვითონ მე გინეკოლოგი ვარ და ამიტომ ვიცი როგორ ხდება ეს პროცესი და აი ეს აქნეული კისრის დროს უმნიშვნელო. შენ თუ ბავშვი თუ დადის სავარჯიშოდ, ბავშვი თუ ოღონდ ვარჯიში ის კი არა რომ შენ ხარ რაგბისტი დაბადებიდან. არა, საერთო ფიზიკური კულტურა. რაც თქვენ გაქვთ გამოვლილი ორივეს, რაც მე სულ მადლიერი ვარ სუხიშვილების სტუდიის. ცეკვარი გადასარევი. იმიტომ რომ რო ამბობენ, ეხა შემოვიდა მოდაში ისევ კავკასიური იოგას უწოდებენ. კავკასიური იოგა გარდა სუნთქვითი ვარჯიშებისა არის ჩვენი ცეკვა. იმიტომ რომ ქალის ნაციონალური ქალის პოზიცია არის ინის პოზიცია, ანუ დგას ვითომ უმოძრაობ და ამ დროს ფეხები მოგეხსენებათ მოძრაობს, სხეული მოძრაობს, მხრები გაშლილია, სუნთქვა ხელი მარტო ხელი არა, ხელი, ბეჭი, თავი, კისერი, ყველაფერი და ყველაზე დიდი დანაშაულია ბავშვი როგორც კი იწყებს ცეკვას იქვე რო სცენაზე გაყავთ. 4 წელი ქალბატონ ნინოს ქონდა სტუდია 4 წელი გრძელდებოდა ეს ფეხის 4-5-7 წერებზე 1-2-3-4-5-7 ერთ-ერთი საუკეთესო ვარჯიში. ასევე ჩაჯდომები. კი ბატონო, შემდეგ ცალკე ხელი მიდიოდა. მერე ხელს და ფეხს აერთებდა. ბავშვი, როდესაც ხელს და ფეხს პირველივე ვარჯიშზე შეუერთებ, აუცილებლად არასწორად დაიჭერს ხერხემალს. ნუ ქართულ ცეკვასაც თავისი პრობლემული ზონა აქვს გოგოებთან, ჰიპერლორდოზი წელის მალების, მაგრამ ამის რეგულაცია, ესეც პედაგოგია, კი ბატონო. წელის გაქნების ხარჯი და იყოს პრესის შეწევის ხარჯი. თქვენ შემოგევლეთ. ხო, აი ეს პანელები ამ ყველაფერს ითვალისწინებენ და ამიტომ ძალიან მოდურია. იქ სუვარჯიში სუცეკვავენ. ცეკვა არის მოდური. იმათი ცეკვაც მსგავსია, ხერხემალის უგიჭირავს და ზოგადად ყველას ცეკვა ასეთი არის, ყველა ერის. ცეკვა ხასიათის და ცეკვა ხერხემლისთვის, ესე იგი ეს ერთ-ერთი რეკომენდაცია. კი ბატონო. ცეკვა ქართული და ცეკვა გულისთვის. ცეკვა გულისთვის. აი კიდე რით შეიძლება? კბილების ტკივილი. კბილები რო ფუჭდება, პარადონტოზები, ყველაფერი კისრის მალებია. ყელის ტკივილი, აი რატომღაც უტკივა ყელი, რატომღაც ხმა ეცვლება იოლად, კისრის მალები არის. აქედან მოდის ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები. დედა რატომღაც კვანძები არის, დედა ფიბროზი არის, ჰორმონები ნორმაშია, დაირღვევა მერე. აქედან ესეც. რა ხდება ნინო, ახლა ის გითხარი, აქედან მოდის ძალიან ბევრი ნერვი, რომელიც აწოდებს, აი წარმოიდგინეთ, რომ აი რომელიღაც ამ ნატურას სადენე ბოლომდე კი არ გაფუჭდეს, მაგრამ ეს კნას. ისე არ მიეწოდებოდეს. როგორც საჭიროა. ამიტომ ნატურა გადაიწვება მარტივად. ოღონდ რაღაცა ეტაპი იმუშავე, რაღაც პერიოდი. გადადის მერე დატვირთვა. დატვირთვა გადადის სხვა რამეზე. ანუ ჩვენ გვჭირდება სისხლის მიმოქცევის გააქტიურება. აქ ხოემ რაღაცა და გარდა იმისა, რა გვინდა, იცით, სპაზმის მოხსნა გვჭირდება და ვარჯიში როგორი არის, იცით? აი მაგალითად, იქ სადაც შორს წასული პრობლემებია. ნუ რა ვითარ შემთხვევაში ნუ დაიწყებენ თავის ქნევას. 80 წლის ადამიანები, სადაც უკვე თავბრუსხვევა, უკვე ყულში წვილია, უკვე დისკოორდინაცია, ანუ სწორზე ვერ მიდის. ვარჯიში არის უმარტივესი. მოდი რა ნინო, როგორ აი ნახე, ზიხარ უსაქმურად. მაქსიმალური ზეწოლა. აი ეს. იდაყვები შემოვალაგოთ რაღაცას, ხო? და აი დავაწექით. ნიყაპით თხელები. კი ბატონო. რა ქნა კისერმა? დაიჭიმო. დაიჭიმო. გაუშვათ. მერე ისევ.
ეხლა ჩვენ ვარჯიშობთ, თუ კი გონიათ რომ უბრალოდ ხედვა. კი ბატონო. შემდეგი არის შუბლზე, სხვა კისრის მალებია. აი ნახე. და ცოტა ღაბაბი ზონას ჩაერთო. სხვა კუნთი ჩაერთო. ეხლა შემდეგი, ნახეთ. ანუ ეს რამდენჯერ ეწოლები? რამდენჯერაც გაგახსენდება კი არა, ხშირად გაგახსენდეს. აუ და ერთიც საუკეთესო ვარჯიში გამახსენდა და კი ბატონო, გაუზიარეთ რა მაყურებელს. დილას გაიღვიძებთ თუ არა, აი რო ვწევართ, გადაწიეთ თავის საწოლიდან, შეიძლება ეგრე ნინოს ამოწიე, ჩაწიე. ამოწიე, იქ ფანტასტიკური ვარჯიშია, ოღონდ უკვე აჩიკოსთვის, უკვე ჩემთვის, უკვე თქვენთვის. მაგრამ ის ადამიანები, რომელიც არიან 75-80 წლის, რომელიც აღარ ვარჯიშობს წლებია, იქ ნუ დაიწყებს, იმიტომ რომ არასწორად გააკეთებს, იმიტომ არის ეს არის ყველა. შემდეგი ეტაპი უკვე ამითი უკვე რა, ამას რა ამოწურავ, მე ფანტასტიკური ვარჯიშია. ლოგინიდან მხარი გვიდევს ლოგინზე, აი ხო არის ძალიან კაი ვარჯიშია ნამდვილად. მხარი, აი აქ მოდის უკვე თავი. მოვიდა ჰაერში. მოადუნე ამოწიე, მოადუნე ამოწიე. და აჩიკოს ეს პრობლემა არ შეექმნება. აჩიკოს ეს პრობლემები არ შეგექმნება, იმიტომ რომ ამას ყოველდღიურად აკეთებს. ეს უნდა იყოს რუტინა. ეს უნდა იყოს როგორც კბილების გახევა, როგორც დილის აი რაღაც რიტუალი. მე აი კიდე ნახე ზიხარ, მიაწექი, ხო, აი სულ სხვა კუნთი იჭიმება. ანუ ეს ეხა სულ არის კისრის კუნთები. ეს სულ კისრის კუნთებია. ეს მიაწექი. მართლა ის ძალიან უმტკივნეულო ვარჯიშია. უკანასკნელი ვაწექი შეიძლება. და თან რა არის, იცით, აქედან ყბის პრობლემებიც ჩნდება. კისრიდან ძალიან ხშირია ყბის პრობლემები და ყბის პრობლემები შემდეგ მოქმედებს თანკბილვაზეც და ყბის პრობლემები მოქმედებს ხასიათზე ძალიან, იმიტომ რომ ბრუქსის უწოდებენ ორთოდონტიაში და ეს პოზიცია კრიჭას შეკრულობა თუ აქედან სიგნალი უკან მიდის, აქედან პირიქით აქ და მე ეხლა მყავდა პაციენტი, სადაც არის ძალიან სერიოზული დარღვევები კოორდინაციის და ნაირ-ნაირი მძიმე დიაგნოზები დაისვა. კიდე კაი მყავს ნატა ჯანჯღავა, კოლეგა, რენტგენოლოგი, რომელიც ძალიან ყურადღებიანია და შედის ყველა პაციენტის მდგომარეობაში. გავაგზავნე, ეჭვმქონდა რომ კისრის მალებშია პრობლემა და არა ის დიაგნოზი არის. გავაგზავნე, გავაკეთეთ რენტგენი და აღმოჩნდა, რომ თვითონ გაახსენდა 40 წლის წინ მოყვა ავარიაში. ამ ავარიის შედეგად ესეთი დარმა იყო, კბილები ყველა დაკარგა. არავინ არ მიაქცია ყურადღება, რომ ყვაჩე ვარდა. ხო. ოღონდ უმნიშვნელოდ 40 წლის განმავლობაში ღეჭვისას დაიწყო ყბა ამოვარდა სახსრიდან და დაიწყო უკან აწევა. ავიდა აქ, ამან დაარღვია კისერი, კისერმა განაპირობა დისკოორდინაცია. ეხლა ნელ-ნელა ჩვენ ვცდილობთ, რომ ეს ყბა თვითონ ეს ქალბატონიც ექიმია და ამიტომ ადეკვატურად მიიღო მოყვება ამ ყველაფერში, იმიტომ რომ ამ ყბას და სულ მიკვირდაო, კი ბატონო, სულ მიკვირდაო, რომ სტომატოლოგთან პირის გაღება მიჭირდა. ეხლა მიხდა რატო? და რომ დაიწყო ამან ჩამსვლა, ოღონდ ეს არის ძალიან გრძელი პროცესი. 40 წელი მიდიოდა იქეთ, ეხლა რამდენი ხანი ჭირდება? უკვე გვიხარია ყბა შეეცვალა თვითონ. ჭარბიწონა კისრის ტკივილთან არის რამე? რა თქმა, იცი რა არის ჭარბიწონა ნიშნავს იმას, რომ ადამიანი ნაკლებად მოძრაობს. უკვე დავიწყეთ. ადამიანს აქვს ღიპი, ეს ღიპი ეკაჩება, კისერი ეკაჩება. აი, რასაც ქართულ ცეკვაზე ამბობდი, რომ კი ბატონო, ეს და ამიტომ რა თქმა უნდა იქნება ყველაფერი არის კავშირში ერთმანეთთან საბოლოო ჯამში. ყველას გაგვაერთიანებს. არასწორი სასტუმელი ან ბალიში. როგორი უნდა იყოს ჩვენი ძილის ესე ვთქვათ მდგომარეობა და პოზა, რომ აი ეს კისრის პრობლემები, იმიტომ რომ როგორც წესი ბალიშოთ ასევე არ შეიძლება, როგორც ძალიან მაღალი ბალიშით. ძალიან ხშირი პრობლემებია იმის, რომ არასწორი მატრასები არის. ორთოპედული მატრასი აუცილებლად და არის ახლა ამის ფუფუნება, უკვე არ ღირს ისეთი ძვირი როგორც ადრე, მაგრამ შერჩევაც რო არ მოგატყუან, უნდა კარგი რო გეტყვიან პრუჟინიან მატრასზე, რო ის არა, თანამედროვეებში ცდებს პრუჟინები, ის ორთოპედულია, არ არის ზამბარებიანი, არ არის ორთოპედული. ბოდიში კაცრავად არ გამახსენდა სიტყვა. არ არის, უნდა იყოს საკმაოდ მაგარი, მაგრამ იმეორებდეს შენს სხეულს. გარდა მაგისა, თუ არის
ეხლა ბავშვობაში მახსოვს რაღაც წიგნი წავიკითხეთ და იქ ვიღაცას ეძინა ლურსმნებზე და მე ლურსმნებზე ვერ დავწექი და იატაკზე დავწექი. ლურსმნებზე ვიცი რომ ძალიან რაღაც ფიცარზე, ძალიან მყარზე წვებოდნენ, ასე კარგია ამბობდნენ. იმას ჯობდა რაც იყო, მაგრამ თუ ფიცარზე წევხარ, მაშინ ზურგით უნდა იწვე და არა გვერდით. გვერდულად როგორც წევს, ნახეთ იმეორებს ფორმას და ხერხემალი და ამ დროს მოსვენებული, მოგდუნებული, მოსვენებული კუნთები, რა თქმა უნდა, ეს მალები გაიქცევა. პირადად მე და ეს ბალიშის ზომაც და აი აქ სადაც ნაპრალია სინამდვილეში. კიდე ალერგიული რინიტები. კისრის მალებია, კი ბატონო. ესეც კისერია, ეს არის მეხუთე კისრის მალა. და ნუ თუ რამე ყველაფერი რაც მოკლედ ხელს თუ რამე ეხება და სახეს მოდის უკვე ვიცოდეთ რომ ეს არის გარდა მაგისა ეს შარდვის დარღვევა. და სერიოზული ჯანმრთელობის პრობლემის მანიშნებელი კისრის ტკივილი რას შეიძლება ახდას რომელ სერიოზულ ჯანმრთელობის მდგომარეობას და კოორდინაციის დარღვევა გავიგეთ ხო რაღაც ეს ვესტიბულარული ალბათ აპარატი და კიდევ რა შეიძლება იყოს სიგნალი კისრის ტკივილით გამოხატული. ეხა პაციენტი მომივიდა რომელიც ფაქტიურად ვერ მოძრაობს ვერც ხელებს, ვერც ფეხებს, უკვე კისერი მზად იყო და ალბათ წნევა ჰქონდა, არ ვიცი რა იყო, დაეცა და უბრალოდ დაეცა სიცხეში და ამან გამოიწვია ის, რომ ნუ ხელებს ასე თუ ისე ამოძრავებს, ეხა დავიწყეთ. არა, ნუ აი თავიდან ბოლომდე ამ წუთას კისერი კორსეტში აქვს, იმიტომ რომ კვლევის პროცესში არის, მაგრამ თავიდან ბოლომდე სხეული, ასე ვთქვათ, ეს ადენე არის დაზიანებული. პირადად მე 3 თვის ტკივილი გამომისწორა ორთოპედიულმა ბალიშმა. კი ბატონო. ვიარე ძალიან ბევრ დაწესებულებაში, კარგ დაწესებულებებში, ვიარე ცალკე მასთან არა მასაჟისტი, მანუალურ თერაპიაზე ცალკე, აი რა არ ვაკეთე 3 თვის განმავლობაში, აი ეს მიჭირდა, აი ეს მიჭირდა, დილას რო ვიღვიძებდი, თავის წამოწევა იწვევდა ისეთი ტკივილს იწყებოდა აქედან გადმოდიოდა აქ. კი ბატონო. ორთოპედიულ ადამიანს გაიხაროს, ბალიშის შეცვალე არაფერი არ გჭირდება, ფულს ნუ გადაყრენ ურაფერშიო. შევცვალე ბალიში, ეგუება იმ ბალიშს. ერთი კვირა გამიჭირდა. კი ბატონო. ერთი კვირა გამიჭირდა და იმის მერე გავიდა 2 წელი ალბათ, სხვა ბალიშზე თავს ვეღარ ვდებ. და კისრის ტკივილი არ მახსოვს და გადასარევად ვიხედები აქ. ფარაონები და გურულები და გურიაში იყო ყურბალიში თუ გაგიგიათ. აი პატარა მუთაკა. პატარა მუთაკასავით არის. სწორზე თუ წევხარ, აი ამაში იდება მეტი არაფერი არ გსურს სხვა ბალიში, მხოლოდ ეს კისრის ქვეშ. ეს კისრის ქვეშ. ბალიში ეს ამოვავსოთ ეს. მუთაკა, გავიგზავნო წარსული. ნინო, აი თქვენ ამბობთ რომ აი ესეთი რეგულარული მარტივი ვარჯიშებით, როგორც გვაჩვენეთ, ჩვენ შეგვიძლია ავერიდოთ თავიდან ნებისმიერი სახის, აი დაუშვათ სისხლის მიმოქცევის დარღვევა თუ სხვა რამ, ან უკვე არსებული ტრაუმის, რომელზეც არაფერი არ ვიცით, იმის შეამცირო, მაგრამ უნდა იყო, აი წარმოიდგინეთ, მოვიდა პაციენტი, ისევ პაციენტებზე გადავდივარ, იმიტომ რომ კონკრეტული ადამიანები მახსენდება. ძალიან სერიოზული პრობლემები. ზუსტად მივხვდი, რომ კისერია დავიწყეთ მუშაობა, არ შეცვალა არაფერი თავის ცხოვრებაში. არც ბალიში, არც აი ჩემთანაც რომ მოდის ვეუნები, ყველას აი ესე ვაკონტროლებ, ცუდად ზიხარ. არ არის. შენ თვითონ მე ვერაფერს აჩიკოს თქმის არ იყოს, მე ვერანაირი მანუალისტი, ვერანაირი სპეციალისტი, ვერანაირი ნინო ვაშაკიძე და ვერანაირი ვერავინ ვერ გამოგისწორებს ვერაფერს თუ შენ თვითონ არ მიიღე მონაწილეობა და თუ მძიმე შემთხვევებია, რა თქმა უნდა, 70-80% ჩემზეა და 30% მაინც პაციენტზეა. მაინც მოიბრუნებს იმ პრობლემებს, რომელიც აქვს თუ ჩემგან რო გავა, იგივე ცხოვრების წესს დაუბრუნდა. და ამ დროს თვითონ შეუძლია რომ შეცვალოს ყველაფერი. აი თვითონ მადლობა რომ მოგვეცი და გვანახეს სხვადასხვა გზა, ნინო ექიმო კისრის პრობლემების მოსაგვარებლად. იმიტომ გვიყვარს ნინოს სტუმრობა, რომ რთულ რაღაცასაც ისეთ მარტივ გამოსავალს მოუძებნის და შემოგთავაზებს, რომელიც ყველა შეგვიძლია გავაკეთოთ და დავიწყოთ თავის შემდგომი გართულებებისგან, ან რაღაცა უკვე არასასრუველი ჩიხიდან ნელ-ნელა გამოვიყვანოთ ჩვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა. ამ შემთხვევაში კისერი იყო ჩვენი სასაუბრო თემა და იქიდან წამოსული დისკომფორტი და მიხარია რომ სასიამოვნო მარტივი გამოსავალი შევთავაზეთ ნინოსთან ერთად ჩვენს მაყურებელს. მადლობა ძალიან. მადლობა.